ქუთაისში ლიანა ისაკაძის სახელობის პირველი საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საორკესტრო საკრავების პირველი საერთაშორისო კონკურსის გახსნის საზეიმო ცერემონია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნომერ 2 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში შედგა. ღონისძიებას კულტურის სფეროს მუსიკალური საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდა ქუთაისის მიტროპოლიტი მეუფე იოანე. მიხარია რომ ქალბატონი ლიანა ისაკაძის კონკურსს ქუთაისმა ჩაუყარა საფუძველი და დღეს ჩვენ მას ვინძლობთ ქალაქში უამრავ ახალგაზრდა შემსრულებელს. მიხარია რომ ჩვენი ქალაქი გახდა ინიციატორი ამ კონკურსის და მჯერა რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდას მიეცემა იმ საშუალება რომ ფართო ასპარეზზე გაიტანონ თავიანთი ხელობა. მნიშვნელოვანია რომ კულტურული ცხოვრება ჩვენი ქვეყნის დღეს არის ისი პატრიოტიზმის და მომანთაობის აღზრდისათვის ტარდება ეს კონკურსი, გამორჩეს საუკეთესო და ნის მიეცეს და ცხოვრების შეძლება ადამიანმა რეალიზება თავისი ნიჭის და შესაძლებლობებს. ღონისძიება კონკურსის იდეის ავტორმა და თანადამფუძნებელმა მევიოლინე ზანდაკიკვაძემ გახსნა. მან აღნიშნა, რომ ქუთაის კულტურისა და განათლების განვითარებაში უდიდესი როლი აქვს შეტანილი. საზეიმო გახსნაზე დამსწრე ჟიურის წევრები წარუდგინეს. ესენი არიან გერმანელი მუსიკოსი მიქაელ შტრიხაროვი, რაუფ მუსაევი, რევას ჯავახიშვილი, ზანდაკიკვაძე და კონკურსის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, ლიანა ისაკაძის მემკვიდრე. ვფიქრობ, რომ ეს კონკურსი გაამდიდრებს ქართულ მუსიკალურ სიცოცხლეს, რომ ძალიან სერიოზულ იმპულსებს მისცემს ახალგაზრდებს განვითარებისათვის. მისი აბსოლუტურად იდეალისტური განწყობა მუსიკისადმი თავგადადებული მისი სიცოცხლე მუსიკა იყო და მე მგონი რომ ეს ნაპერწკალი უნდა გადაედოს აგრეთვე ჩვენ მონაწილეებს და ახალგაზრდებს. Musikwettbewerb, das ist ein großes Ereignis. ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება არის, ვინაიდან პირველად ტარდება საქართველოში. მიხარია რომ ამ მონაწილეობას ვიღებ ამ ღონისძიებაში, წარმატებას უსურვებ ყველა მონაწილეს. პირველად ვარ საქართველოში, ქუთაისში და ძალიან მოხიბლული ვარ ამ თვალით. Talente entdecken, die დღეს განსაკუთრებული დღეა, ერთად ხსნით სოფლიოში აღიარებული ცნობილი ქართველი ვირტუოზი მევიოლინის ლიანა ისაკაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საორკესტრო საკრავების პირველ საერთაშორისო კონკურსს, რაც უდიდესი პატივია და ამასთანავე უდიდესი პასუხისმგებლობა. კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა შესაძლებლობების წარმოჩენა და განსაკუთრებული ნიჭი დაჯილდოვებული კონკურსანტების გამოვლენა და ასევე დაჯილდოვება. კონკურსს შეაფასებს კონკურსანტებს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დონის მუსიკოსები, კომპეტენტური ჟიური. ვიმედოვნებ, რომ ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო კონკურსი უმნიშვნელოვანესი კონკურსი იქნება, რა თქმა უნდა, იმ სხვა მნიშვნელოვან კონკურსებთან ერთად და ვიმედოვნებ, რომ თავის სიტყვას ხმამაღლა იტყვის და დღეგრძელობა ექნება ჩვენს კონკურსს. ლიანა ისაკაძე უკვე მრავალი წელია ქართული კულტურის სიმბოლოდ იქცა. მის სახელს უკავშირდება არაერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საერთაშორისო მუსიკალურ სამყაროში. ღონისძიებაზე ვიდეო ფორმატით იქნა წარმოდგენილი ლიანა ისაკაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა, როგორც ვუნდერკინდის, დირიჟორისა და მუსიკალური დიპლომატიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის. დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მის ხსოვნას.
4 დღის განმავლობაში ჟიურისა და საზოგადოების წინაშე სიმებიან და ჩასაბერ საკრავებზე შემსრულებელი ახალგაზრდა მუსიკოსები წარსდგებიან საქართველოდან და უცხოეთიდან. კონკურსის ორგანიზატორია AIP Art Virtuosi. კონკურსის გენერალური სპონსორია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. საერთაშორისო კონკურსის ჩატარების მიზანია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ სიმებიან და ჩასაბერ საკრავებზე ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა შესაძლებლობების წარმოჩენა, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული კონკურსანტების გამოვლენა და სტიმულირება.